აბსოლუტურად. ეხლა რატო გახსოვთ ეს ხალხი? არა, ყოველთვის გახსოვთ. როდის გახსოვთ 4 წლის განმავლობაში, როდის მოხვედით? 4 წელია. ეს არის 4 წელი ეს ხალხი. ჩვენ გითხოვთ გაკანონებას კარგი. დიდი მადლობა. არა გაქვთ უფლება, არანაირი უფლება არ გაქვთ დაგმოგზავნეთ ახალ როგორც პიროვნებას, არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ, მაგრამ ამ შემთხვევაში, რომ ხართ ნაციონალური პარტიის წარმომადგენელი, არანაირი უფლება არ გაქვთ, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს. ვერ მოგისმენთ, არ შედგება. მოვუსმინოთ ერთმანეთს. ერთი საწოლი არ ქონდათ ამათ რომ დაეძინათ და რო კომენტარი გაკეთდა სახელმწიფოს ამ ადამიანს 4 წლის განმავლობაში შვილები არ გამოჩენიათ ესენი უფრო მანამდე ცხოვრობდნენ თუ არის ვალდებული სახელმწიფო 8 შვილი 7 შვილი აღუზარდა რომ 130 კვადრატი ბინის პარტი დააბინაოს რაზე უნდა მელაპარაკოთ 9 წელი რას აკეთებდით ლევან ბატონო ჯერ 4 თქვით მე რაც ხაზი გავბრუნდით მოგიყვეთ ეხლა რატომ მოხდა როცა წვიმა მოდის როცა ოჯახები სველდება როცა გაჭირვებულები პირველი ჯგუფი სინვალიდები უნარ შეზღუდულები ცერებრალური დამფრთხონე დაავადებული ადამიანები ბავშვები ხომ შეიძლებოდა არ არსებობს სიკეთეს ფორმა ხო აქვს ყველაფერი პიარით ხომ უნდა გაკეთდეს სად გახსოვდათ ეს ხალხი ჩვენ რა კეთროვანები ვიყავით ვერ ილაპარაკებთ არ შედგება ბევრი დააკმაყოფია აქ ხალხია და ველაპარაკებთ არ არის ხალხი ამ ხალხის პრობლემებზე ჩვენ დიდაული ადამიანები ვიდეთ არ არის ჩვენ ერთეულები ლიდერმა საერთოდ გამოჩნდა, საერთოდ ვინმე მოგიმოჩნდა? რატო ყველას არ აგებინებთ, რომ არ მოხდა? ვინ არ გააგებინა? გეკითხები, რატო? თვითონ ხოდი გააგებინეთ ყველას არავინ არ მოვა. არავინ არ ეს კალათონი არის ჟურნალისტი და მე ვისწავ დიდი ხანია. ადამიანი რომელიც ვისაუბრებთ ყველა ოჯახში შევა ნაციონალურ პარტიას აქვს თავისი ოფისი და წამზადი და იქ გააკეთეთ ყურა. შენ სადაც გინდა იქ სადი მიბრძან და იქ ერთი ხალხადონა ნარგის ერთი კითხვა მაქვს შეიძლება? შეიძლება არ გელაპარაკებ. ჩვენ გინდა რომ ახალი სახე აშენდეს? არ გინდა? არ გინდა სახე აშენდეს? სახრები რო დაიწოდა გაჭირვებულები იყო რატო შედიხართ მაგ სახში?
4 წლის განმავლობაში რა მოხდა? კომისიაზე ექნებოდა. კიდევ რა გაკეთე? ეს არის კონკრეტული ჩვენი დაპირება, საარჩევნო დაპირება, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან ბიუჯეტში იქნება გაწერილი. გაწერილი და 4 წლის განმავლობაში თქვენი კი არა მაგრამ. დემოფთიანის პრობლემა, მეცხრსაშიში პირველი მეორე ზონა. ბარაკული ტიპები ბათუმში და ქობულეთში ცხოვრობენ და ავარიული სახლები. და ეგრეთ წოდებული ოცნების ქალაქი შეგაქვთ, ხო თქვენ? ქობულეთშიც გვაქვს ასეთი 55 ოჯახი ცხოვრობს. სხვა რაიონებშიც გადა თითოეული თქვენგანი უნდა იყოს დაკმაყოფილებული. სირცხვილია დღევანდელ დღეს 21 საუკუნეში ასე სამართლია. და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ გადაწერა. არსად არ ხდება ასეთი. არ ხდება ასეთი და ჩვენი გეგმა არის ერთი. თქვენთან ერთად დავდგენ, თქვენთან ერთად გავიაროთ, თქვენთან ერთად გადავწყვიტოთ და მომავალი 4 წელი იყოს მართლაც აჭარის აღმშენებლობის წელი. და ყველაზე დიდი პრობლემა რაც გვაქვს, ესაა სოციალური სახლები. და სოციალური სახლები ხულოს ცენტრში კი არ უნდა ვაშენოთ და სადღაც მიგარდოს ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა ვაშენოთ. და ქალაქში როგორც კი ავაშენებ, პარალელურად ჩვენი გეგმის ნაწილია რომ სამუშაო ადგილები შევქმნათ. სამუშაო ადგილი მე მესმის ყველა სოფლიდან რომ ჩამოიყვან მე-9 სართულზე არ უნდა გამოგეთო ბლექი. უნდა იყოს ის დამატებითი სამუშაო ადგილები უნდა შექმნათ და ამის გეგმაც გვაქვს. გეგმა არის ის რომ აჭარა ის 4 წელი რაც დაპაუზებული იყო და თქვენი ქალაქია ყველაზე დიდი. თქვენი ქალაქია ერთ-ერთი მაგალითი როგორ იყო გაჩერებული. ამოსვლები, დაპირებები, აჭარის მთავრობის უნარობა იყო მთლიანად. მარტო კომისიაზე ვიცით. ჩვენი გეგმის ნაწილი არის ის რომ 9 ოქტომბერს დავიწყებთ თქვენ ზეზრუნას. 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება უკვე ყველა 4 წელი. და თითოეული თქვენგანს ეწოდინება რომელ წელს, როდის, რა კატეგორიას, როგორ მიიღებს და დამთავრდება ეს.